ვარ ირმა გურჩიანი, აფხაზეთიდან, ვარ მასწავლებელი. ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან 3 ეტაპზე მინდა გესაუბროთ. პირველი სოხუმში რომ ცხოვრობდი, მეორე რომ იძულებით გადმოვსახლდით რუსთავში და მესამე ჩემი ცვალნური ცხოვრების შესახებ, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემ ცხოვრებაში, რომელმაც ჩამომაყალიბა როგორც ადამიანი და როგორც მასწავლებელი, რაც მთავარია. ძალიან დიდი ადგილი უკავია ჩემ პროფესიას, ჩემ ცხოვრებაში. დავიბადე სოხუმში, სწავლობდი მე-12 სკოლაში. ამას წინათ Facebook-ზე დადო ვიღაცამ ჩვენი სკოლის ვიდეო, ანუ სოხუმიდან გადაღებული. კინახამ გული წამივიდა, ნუ თუ ასეთ ადგილას ვიცხოვრე და ნუ თუ ასეთ ადგილას მისწავლია. არაჩვეულებრივი უშველებელი სკოლა, არაჩვეულებრივი ბუნებით. ყველა კუთხე საქართველოსი ძალიან ლამაზია, მაგრამ ის ადგილი, სადაც დაიბადე და გაიზარდე, განსაკუთრებულად გეჩვენება ადამიანს. სოხუმში ბედნიერი ბავშვობა, ბედნიერი ახალგაზრდობა, სტუდენტობის ნაწილი სოხუმში გავატარე. უზრუნველი ლაღი ბედნიერი ცხოვრებით ვიცხოვრე. მაგრამ ეს მარტო ეს მოგონებები მხოლოდ კარგი მოგონებები და ტკბილი მოგონებები არ არის. აი მეხის გავარდნასავით იყო, როდესაც დაიწყო ომი. ვიყავით სახლში და რაღაცა უჩვეულო გრუხუნი და ხმა შეგვაცბუნა. თქვენს რომ დაიწყო ომი. ეს წარმოუდგენელი იყო მიუხედავად იმისა, იმ დროინდელი მაინც უკვე ეს ყველაფერი მზადდებოდა, მაგრამ როდესაც ახალგაზრდა ხარ, ამას სულ სხვანაირად უყურებ და მაინც გონია რომ ყველაფერი მაინც ყოველთვის კარგად იქნება. დაიწყო ომი და რაც ამ ომს მოყვება, ყველაფერი გადავიარეთ საკუთარ თავზე. მაგრამ იმედი არ კვდებოდა და გჯეროდა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. როდესაც უკვე გამოგყარეს, ასე რომ ვთქვათ, აი მაშინ უკვე გავაცნობიერეთ თუ სინამდვილეში რა ხდება ჩვენ თავს. დედამ ასე თქვა, მთავარია შვილები ცოცხალი მყავს. იმდენად ბევრი მსხვერპლი იყო ჩვენს ირგვლივ. დაბომბვის დროს, ბრძოლაში იმდენი ადამიანი კვდებოდა, რომ უკვე არაფერს მნიშვნელობა არ ქონდა, მთავარი იყო გადარჩენილიყავი და მე ვფიქრობდით, რომ ძალღონეს მოვიკრებდით და მე უკვე კიდევ რაღაცა შეიცვლებოდა, მაგრამ აღმოჩნდით რუსთავში იძულებით გადაადგილებული. ქალაქმა მიგვიღო ძალიან კარგად, ჩაგვეხუტა, მოგვეფერა და მარტო სოხუმში კი არა, მთელ საქართველოში იმ პერიოდში ძალიან მძიმე დრო იდგა და უნდა გადაგერჩინა შენი თავი ფიზიკურად, სულიერად და არ უნდა დაგვიწყებოდა ვინ იყავი, საიდან მოდიოდი და ჩამოყალიბებულიყავი კიდევ როგორც უფრო ძლიერი პიროვნება და გაგეგრძელებია ცხოვრება, რა თქმა უნდა. რუსთავში ცხოვრების დროს გავიჩინე მეგობრები იქაური, დავიწყე მუშაობა და აი უკვე რო სამსახური მქონდა და სამსახური მქონდა ისეთი რომ დევნილებთანაც ურთიერთობა მქონდა და იმ სითბოს, სიყვარულს, რაც სოხუმთან იყო დაკავშირებული, ერთმანეთით ვავსებდით. მესამე ეტაპი ჩემ ცხოვრებაში ძალიან განსხვავებული იყო ამ პირველი და მეორე ეტაპისგან. შევხვდი ადამიანს, რომელსაც თუმცა მანამდე სოხუმიდან ვიცნობდი, შემიყვარდა თავდავიწყებით და გავთხოვდი სვანეთში და გადმოვცხოვრდი აქ. მოგეხსენებათ, სვანეთი ძალიან ლამაზია, მაგრამ ძალიან მკაცრი და თავისებურია თავისი ტრადიციებით და თავისი ყოველდღიურობით. გათხოვების მერე დავიწყე აქ მუშაობა სკოლაში. აი, ჩემ ცხოვრებაში განსაკუთრებულად მახსოვს პირველი ჩემი ნაბიჯები სკოლაში, პირველად კლასში რო შევედი. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს პირობები ისეთი არ იყო, როგორც ქალაქში, ამას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, როდესაც კლასში თვალანათებული ბავშვები გიზიან, შენც ბედნიერი ხარ და ყველა პრობლემა განზე მიდის და შენ ცხოვრობ იმ მომენტში ძალიან ბედნიერი ცხოვრებით. მე მინდა გაგიზიაროთ ის, რომ ჩვენი სკოლა არის განსაკუთრებული ლახამულის სკოლა. 1898 წელს აქ მოავლინეს მიხეილ კვაჭაძე, რომელმაც დაარსა აქ სკოლა. ბალკს ქვემოთ სვანეთში ერთ-ერთი პირველი სკოლა იყო არასრული. აქ დაიბადა სამივე მისი შვილი და ერთ-ერთი არის ლეო კვაჭაძე,
მთელი ქვეყნისთვის სასახელო, ცნობილი, ჩვენი გრამატიკის მამა და ის იყო სკოლის დირექტორი რამდენიმე წლის განმავლობაში. ასეთ ისტორიულ სკოლაში მუშაობა დიდი ბედნიერება და დიდი პატივია. ქალაქიდან მოსულ ადამიანისთვის, რომელიც დედაქალაქიდან ასე შორ მანძილზეა, თითქოს მიუხედავად იმისა, რომ სვანი ვიყავი, მე პირველად მოვხვდი აქ და რაღაც სხვანაირი შთაბეჭდილება მქონდა ადამიანებზე. გაოგნებული დავრჩი იმისგან, თუ რა დონის წიგნიერი ადამიანები ცხოვრობდნენ აქ. კითხვის მოყვარულები, განვითარებული, განათლებულები და ამიტომაც არ გამიჭირდა. ძალიან დიდი სიყვარულით გავთხოვდი, მოსიყვარული ქმარი მყავ. კარგ ოჯახში, კულტურულ ოჯახში მოვხვდი და სადაც სიყვარულია იქ და სადაც საყვარელი საქმეა, იქ ყველაფერი ლამაზი გეჩვენება და შედარებით მარტივი. მიუხედავად იმისა, უნდა გაგეთვალისწინებია ადგილობრივი ტრადიციები. შეხედულებები, როგორც მკაცრია ბუნება, ისე ადამიანები არიან მკაცრები, მაგრამ ძალიან ღირსეულები და გულისხმიერები. სვანი ხალხი გამორჩეული ხალხი არიან, დიდი ღირსების მატარებელი. ჩემი წილი აფხაზეთი იცით რა არის? ჩემი მეუღლე ბავშვობის დიდი ნაწილი სოხუმში აქვს გატარებული. და ეს ზღვისპირა ქალაქში გაზრდილი გოგოსთვის კი ბატონო მაგრამ მთა არ ჩვენთვის იყო სოხუმელებისთვის უცხო. იქ სხვანაირი კულტურა იყო, რადგან ჩემს გვერდით ცხოვრობდნენ სომხები, აფხაზები, ბერძნები, რუსები. ისე ქონდა ყველაფერი ერთმანეთში და ისე იყო აქ რაღაც ერთობა, რომ ამიტომაც იყო წაორმოუდგენელი, რომ აფხაზეთს ჩვენ დავტოვებდით და სადღაც წავიდოდით, რომ ისინი ჩვენ შეგველეოდნენ აფხაზი ხალხი. ორი მეგობარი გოგო მყავდა, ერთი იყო არლანი, სახელს არ ვიტყვი რატომღაც, მეორე იყო ამიჩვა. მე არ ვიცი, აი ძალიან დიდი სიყვარული გვაკავშირებდა ერთმანეთთან. ახლაც გვაქვს ურთიერთობა სოციალური ქსელის მეშვეობით. პოლიტიკაზე არ ვსაუბრობთ, მაგრამ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, ძალიან გვენატრება ერთმანეთი და როგორც მე, ისე ისინი შენატრიან იმ ძველ დროს, როდესაც ვიყავით ერთად. ჯერ და საერთოდ ერთი წუთითაც ეწვი არ მეპარება, რომ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით. ჩემ შვილებსაც ძალიან უყვართ, იმიტომ რომ იმდენ საუბრობ, იმდენ რამეს ვიხსენებთ, იქაურ ურთიერთობებზე, იქაურ ბუნებაზე. ზღვაზე. ისინიც ისევე აღტყინებით ყვებიან ამას, როგორც მე და ისევე უყვართ აფხაზეთი, როგორც მე. სოხუმელი რო ვარ, ალბათ იმიტომ განსაკუთრებული კოხტა, ლამაზი, ევროპული დონის ქალაქი იყო. მნიშვნელოვანი არის შენი თავი არ დაკარგო, შენი თავის გჯეროდეს. და რა თქმა უნდა ის ტკივილი რომელიც ჩვენს კუთხესთან არის დაკავშირებული არასოდეს არ განელდება არ დაგვავიწყდება ჩვენი კუთხე მაგრამ ჩვენ იმედით უნდა ვიყოთ რომ აუცილებლად იქ დავბრუნდებით და მჯერა რომ აუცილებლად იქ დავბრუნდებით და წინ უნდა ვიყუროთ და ვეცადოთ განვითარდეთ აფხაზეთში ისეთი ხალხი იყო და იმდენი წარმატებულია საზოგადოებაში ხო აფხაზეთიდან გამოსული რომ მე მგონია იმათ მაგალითს უნდა მივბაზოთ აი მე მაგალითად ასე ვფიქრობდი რომ აი ის არ დაეცა მიუხედავად იმისა ნუ ახლა მე ნებართვა არ ამიღია და ამიტომ ასე ვერ ვიტყვი პერევალზე რომ გადმოდიოდნენ დაეღუპა მამა და ძმა ძმა ომში და პერევალზე მამა ამ ადამიანმა მიაღწია ყველაფერს ცხოვრებაში. აი რაც შეიძლება ინატროს ერთმა ადამიანმა ძალიან წარმატებულია, კარგი ოჯახით და ქვეყანას რო გამოადგება ისეთ. ესე იგი მან თუ შეძლო ამდენი ტრავმის, ამდენი ტკივილის მერე რა არ წაქცეულიყო, წინ წასულიყო, ესე იგი ეს შეუძლია ყველას. არ უნდა დაკარგო იმედი და მაშინ ყველაფერი კარგი. ქართველი ხალხი ისეთი ნიჭიერები ვართ. აფხაზეთიდან გამოსულები მით უმეტეს ეს იმიტომ კი არა ჩვენ აფხაზეთიდან ვარ და რაღაცა ცოტა თავისკებაში არ ჩამომართვათ, მაგრამ აი სწორედ ის მოქმედებდა ის გარემო, რომელშიც ჩვენ ვიზრდებოდით, მოქმედებდა რომ ქონდა კარგი კომუნიკაცია, შეგვეძლო ნებისმიერ ადამიანთან კარგი კომუნიკაცია, გადმოგვეღო სხვისგან ის რაც მოგწონდა და რაც არ მოგწონდა ჩვენში, ის აგვენეიტრალიზებია, ხო, თუ როგორ იქნება უფრო სწორად. ყოველთვის პატრიოტები ვიყავით და თავარია ჩვენი ქვეყანა იყოს ცლიანი, გაერთიანებული
მშვიდობით გვევლოს წინ განვითარებისაკენ და ჩვენ ჯარისკაცები ვართ, რომლებმაც ამ მისიაში ხელი უნდა შევუწყოთ. სხვაზე თითის შვერით ჩვენ ვერაფერს ვერ მივაღწევთ, ჩვენი ქვეყანა ჩვენს ხელშია, როგორი ვიქნებით ჩვენ, ისეთ იქნება ჩვენი ლამაზი საქართველო აუცილებლად. მე მიმართავ ჩემ აფხაზ მეგობრებს, ჩემს ორ გოგოს, რომლებთანაც მეგობარი ძალიან ბევრი მყავდა, მაგრამ ამ შემთხვევაში აფხაზ გოგოებზე მაქვს საუბარი. გოგოებო, ძალიან მიყვარხართ და ძალიან მინდა რომ რაც შეიძლება მალე ჩავეხუტოთ ერთმანეთს იქ ჩვენს ქალაქში, ჩვენ საყვარელ ქალაქში და ეჭვი არ მეპარება რომ თქვენს ძალიან გინდათ. იმიტომ რომ ვიცი კომუნიკაციიდან გამომდინარე, რომ ეს ასეა. და ბედნიერი ვიქნებით, ჩვენ ერთმანეთს ვაბედნიერებდით, მე დარწმუნებული ვარ, ვერც ისინი არიან სრულფასოვნები ჩვენს გარეშე და ვერც ჩვენ ვართ მათ გარეშე ისეთი სრულფასოვნები და ისეთები, როგორიც ვიყავით.